საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 იანვარს ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ქალწულ ნინოს უფალთან მიახლების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საღამოს ლოცვა სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ლოცვის დასრულების შემდეგ წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს და ტაძარში შეკრებილ მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა. დღესასწაულთან დაკავშირებით 27 იანვარს საღვთო ლიტურგიას კუკიაზე მდებარე წმინდანის სახელობის ტაძარში საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი აღავლენს. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველთა განმანათლებელსა და მოციქულთა სწორს წმინდა ნინოს წელიწადში ორჯერ იხსენიებს. 1 ივნისს წმინდანის საქართველოში შემოგბრძანების დღეს და 27 იანვარს წმინდა ნინოს უფალთან მიახლების დღეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. კათოლიკოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველო ევროპული სტრუქტურების აქტიური და სრულყოფილი წევრი გახდება. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ საკითხში ლიტვის თანადგომაზე ისაუბრა. თავის მხრივ ალგირდას ბუტკევიჩიუსმა კათოლიკოს პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამიტომ თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემები ტერიტორიულად. ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე ერთ-ერთი წელი მიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. რადგანაც პრობლემები და კონფლიქტები არქმევაში ეს არის מאוד შექმნილი. არადროს არ დავჭერდებით, არ დავკმაყოფილდებით, სანამ ეს ტერიტორიები ისევ აგროვებული არ იქნება საქართველოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიტვა აქტიურად ხარს დავიჭერს ტერიტორიული თლიანობის ადმინისტრაციაში. მინდა აღნიშნო, რომ შეხვედრა გულთბილი იყო. ლიტვაში ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ჩვენი შეხვედრა ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებულ პრობლემებს. ლიტვა მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 56 ბაგაბაღის რეაბილიტაცია გრძელდება. აღდგენით სამუშაოებს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. მხარეების განცხადებით სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განმარტებით, აღნიშნული შენობა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მესამე ხარისხის ავარიულ ნაგებობას წარმოადგენდა. რეაბილიტირებულ დაწესებულებას კი 300 ბავშვის მიღება შეეძლება. ეს არის ბაგაბაღი, რომლის ასე ვთქვათ, რემონტის საჭიროება ჩვენი მოსვლისთანავე პირველსავე დღეებში გამოვლინდა, რომ იყო ძალიან ავარიული, ძალიან პრობლემური შენობა იყო
და ძალიან ოპერატიულად მოახერხეთ რეაგირება იმ კუთხით, რომ ბავშვები გადავიყვანეთ სხვა შენობებში და დავიწყოთ გამაგრება, რამე თუ ჩვენი პრიორიტეტი კვლავ რჩება სკოლამდელი განათლების, ამ შემთხვევაში ბაგაბაღების ხელმისაწვდომობა და რა თქმა უნდა უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გამაგრებითი ღონისძიებებით საკმაოდ ბევრ ბაღზეა ჩასატარებელი, სადაც 20-მდე ბაღისთვის, მაგრამ ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ. წელს რამოდენიმე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ბაღი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მიიღებს დაახლოებით 300-მდე ბავშვს. მოხარული ვარ იმით, რომ რამდენიმე თვეში აი ამ პროცესის სრულყოფილად დასრულების შემდეგ ჩვენს ბავშვებს 200-ზე მეტ ბავშვს ექნება საშუალება კეთილმოწყობილ გარემოში განაგრძოს და მიიღოს სკოლამდელი განათლება. აბაშაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეების განმარტებით პროექტი აბაშაში წყალსადენის 100 კილომეტრიანი ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქალაქი სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს აბაშაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. აქ დაახლოებით 100 კილომეტრამდე მაგისტრალის ახალი მაგისტრალის შენებლობა არის დაგეგმილი, ასევე დაგეგმილი არის მოსახლეობამდე მიმავალ წლის მიმყვანი მილების შეცვლა. პროექტის ღირებულება არის 5.700.000, ამ 5.700.000-ით ხდება ძველი ქსელის რეაბილიტაცია, თითქმის ახალი ქსელი გადის პედაგოგოსის მილებით. და პროექტის დასრულების შემდეგ მაღალსართულიან ბინებს წნევით, თვითდინებით მიეწოდება წყალი. დიდი ექვთიმე ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. გამოცემაში წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ 32 მეცნიერისა და მწერლის სტატიაა შესული. წიგნში გამოყენებულია ის საარქივო მასალები, რომლებიც წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. კრებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აკადემიკოსმა როინ მეტრაველმა შეადგინა. 32 მეცნიერის და მწერლის სტატია არის შესული ამ წიგნში, ძალიან საინტერესო საარქივო მასალა მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. მეც გამოვთქვამ, რომ ეს წიგნი არა მხოლოდ მეცნიერებისთვის იქნება საინტერესო სამეცნიერო წრეებისთვის, არამედ ფართო მკითხველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებული არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიით. უნიკალობა წიგნისა არის იმაში, რომ აქ არის მოხდარილი ძალიან ბევრი ახალი მასალა, რომელიც ადრე არ ყოფილა ცნობილი და გამოქვეყნებული. აქ არის დიდი ბრძალის საარქივო მასალები და აქ არის კვლევები მეცნიერებისა, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი. მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი ამ სახელწოდების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. სინთეზური ხელოვნების ამ მიმართულებაზე 15 მხატვარი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. ხელოვანებმა ექსპოზიციაზე შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის საკვანძო მომენტებზე 132 ნამუშევარი და 88 ორიგინალურად გადაწყვეტილი ტექსტი შექმნეს. ნახატები პოემის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებად 74 მეტრიან კონსტრუქციაზეა დამონტაჟებული. ხელოვნების ეს ნიმუში ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა და როგორც ცნობილია მხატვრის წიგნების სერიული გამოცემაც იგეგმება. მომავალში ნამუშევრები რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით შეიქმნება. ექსპოზიცია ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში დარჩება. ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენთვის ეს ჩვენიერი ნამუშევრები მუზეუმის საკუთრება ხდება. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ ინიციატივისთვის. ყველა ჩვენთაგანისთვის ვეფხისტყაოსანი განსაკუთრებული მოვლენაა და პირველ რიგში არის სიბრძნის გავრცელება და ღირებულებების და ჩვენც ყველანაირად შევესწრებით, რომ ეს გამოფენა არ დარჩეს მხოლოდ გამოფენად და ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა იყოს იმისათვის, რომ მომავალ თაობებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის დიდი სიბრძნე, რასაც ვეფხისტყაოსანი გადმოსცემს. მე შემხვდა გულანშა, რომ ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ზღვა არის აქ და რაღაცა
ფერთან დამოკიდებულებაც ჩემი ლურჯთან ესეთი იყო, რომ გულანჟაროს მოუხდებოდა. ვიმუშავე ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ის ქაღალდი, რომელიც გამოვიწერე, გვიან ჩამოვიდა და მომიწია რაღაც ფორს მაჟორში მუშაობა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ იყო სრული თავისუფლება, იდეების, ფორმის. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული ინტელექტუალურ შემეცნებითი სტუდიის წარმომადგენლებისთვის მოეწყო. აღნიშნული სტუდია 3 წელია ფუნქციონირებს და ეს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აერთიანებს. აქ ახალგაზრდებისთვის მეცნიერების, ხელოვნებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველკვირეულად საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერით იმართება. ამჯერად მაყურებელთა წინაშე კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი შავრეზაშვილი, მევიოლინე ია დავითაშვილი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი მირიანი წარდგნენ. ვარ ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ კიდევ ერთხელ მივიღე მონაწილეობა პატრიარქის ფონდის ღონისძიებაში და მქონდა პატივი, რომ მემღერა ჩვენი უწმიდესის მიერ შექმნილი ave Maria. Ქრისტესაც დიდი მადლობელი ვარ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდების ჩართვას ისეთ ღონისძიებებში, როგორიც არის ხელოვნების, ესე ვთქვათ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის უფრო ღრმად გაცნობას. ამასთან დაკავშირებით ხშირად მსმენელებს პატიჟებთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ამა თუ იმ მუზეუმში და ამან ისეთ ძალიან დიდი ინტერესება გამოიწვია ამ ახალგაზრდებში. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ზოგადად ახალგაზრდობამ იცოდეს კონსერვატორიაში მოღვაწე მუსიკოს შემსრულებლების, პროფესორების, პერსონების, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ქართული მუსიკალური კულტურის და დღევანდელამდე მოტანამდე და მსოფლიოში მისი შედევრების გატანამდე, ვინ იყვნენ ესენი ეს ადამიანები, მათი ისტორიები, მათი ბიოგრაფიები და მათი ნაწარმოებების შესრულების საშუალება რომ მიეცათ დღევანდელ დღეს ეს არის არაჩვეულებრივი კარგი ღონისძიება.